პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადება. ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პიტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც საქართველოში ქართულმა ოპოზიციამ ვერ შეძლო. მისი თქმით, მადიარმა უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლი, არამედ პირიქით ორბანი. თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში შესაძლოა არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა. ოპოზიცია არ ცდილობს შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არიან უღმერთოები და ურწმუნოები. აქ მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ აუცილებლად ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის იმაზე ისაუბროს, თუ როგორი ფარისეველია ქართული ოცნება, ფსევდო-ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, გელათის დამტბორავი ხელისუფლება, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვით გამოირჩევა, არც ქრისტიანული მორალით და მით უმეტეს ღირებულებებით. შესაბამისად, მთავარი აქცენტი, რაც მე პირადადაც მაქვს, არის ის, რომ ქართული ოცნება თავისი შინაარსით არის ანტიქრისტიანული ხელისუფლება, 10 მცნების მგმობელი სამარცხვინო ფარისევლების გაერთიანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე მივიტანოთ, რომ ქართული იდენტობა, საქართველოს ვითხოვადობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება სწორედ ჩვენი ეროვნულ ფასეულობებზე დაკარგნობით გაკეთებული ევროპული ქართული არჩევანია. და ჩვენ ფედერალისტები და ოპოზიციის ალიანსი ახლა ყოველ ჯერზე მარტო იმას კი არ თავაზობთ საზოგადოებას, რომ ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ. ჩვენივე ისტორია არის წყარო ამ ყველაფერს. ასე უნდა ვამხილოთ ივანიშვილის რეჟიმის ფარისევლობას. სწორედ ისინი არიან პირდაპირ საფრთხე ჩვენი ქართული იდენტობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ცივილიზაციის იმ ცივილიზაციური არჩევანის, რაც საქართველოს საუკუნეების წინ გააკეთა და ყველა ეტაპზე საქართველოს საზოგადოება აკეთებდა. ეთყობა ვიღაც ჭკვიანი გამოერია მაგათ შორის და თქვა, რომ იცი რა, მოდი აბა, ეხლა ეს მიმართულება ვცადოთ, რომ თითქოს ესე იგი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ვითომ არიან, ესე იგი ღვთის ბოშიშნი და ეკლესიის ხარდამჭერები. და ის რატომღაც იმ ფაქტორს ივიწყებენ, რომ საზოგადოებამ კარგად იცის და უწყის და ახსოვს. რა შეტევა ხორციელდებოდა ჩვენს მეუფეებზე, რაღა შორს წავიდეთ ილია მეორესა. რა სისაძაგლებს იძახდნენ. ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ეკლესიაზე. მათი ლიდერი არ იყო, რომ ჩამოსული მიტინგებს რო გვიწყობდა აქ როთი, რომ თურმე მართლმადიდებლობა ეს მუხრუჭი არის ახალგაზრდებისთვის. მაშინ რომელიმე ხმა მოიღო? ეხლა დაგჭირდათ ეკლესია. ამიტომაც არის, რომ თქვენთვის ეკლესია, მართლმადიდებლობა ბევრისთვის, მოდი ასე ვიტყვი, ალბათ ეს არის უფრო პოლიტიკური რაღაც ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება. ამიტომაც არის იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ ალბათ წესი და რიგი. წლებია ნაცმოძრაობა თავისი პარტიის წევრებით, მათი აქტივისტებით, იმ ტელევიზიებით, რომელსაც ისინი აგრესიულად ამუშავებდნენ, ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდნენ ყველაზე უბინძურეს კამპანიებს, მათ შორის პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც ისინი პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფეშიოს, პატრიარქის მოსაყდრას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ეს ჩვენი სულიერი საყრდენი, ეს ჩვენი უძლიერესი ეკლესია, როგორღაც დაენგრიათ და როგორღაც არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, მოედნად, სადაც მათ სურთ რომ ითამაშონ, ზუსტადაც რომ ითამაშონ იმ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არც ერთ მომენტში არ იცავდნენ. მათ შორის არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით, არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ ეკლესიას ვიცავდით იმ ბინძური კამპანიისგან, რომელსაც თავად ედგნენ სათავეში. ისინი დიდი ხანია გასული არიან დემოკრატიული ჩარჩოდან, დემოკრატიული პროცესებიდან და ამიტომ რეალურად მათ ხედავთ, რაც აინტერესებთ, ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არ არის არც სახელმწიფოს ინტერესი, არც ჩვენი მოსახლეობის ინტერესი. რაც შეეხება მორწმუნეობას, არ ვიცი ხა ყველაფერი რაღაცაში ხონა იყოს გამოხატული ის, რომ ამა თუ იმ ადამიანს კაცრავად ამა თუ იმ ადამიანს აქვს წამს ღმერთის, ხო, არ მინდა მაინც და მაინც ეს ერთმანეთთან პოლიტიკასთან დავაკავშირო რელიგია, მაგრამ თუ მაინც და მაინც აქვს სურვილი, არ ვიცი ჩაერთონ, როცა იყო ჯერ რომელ კანონში მიიღეს მონაწილეობა საერთოდ, რომელიც რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ტრადიციულ ღირებულებებთან, მათ შორის ეკლესიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, საერთოდ სადმე ან საკანონმდებლო დონეზე, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში სადმე მოგისმენიათ მათი მხარდაჭერა პირიქით
ერთმანეთს ახალისებენ, როდესაც ხატებს საღებავებს ესვრიან და კრემლის აგენტებს ეძახიან უმაღლესი იერარქიის რელიგიურ პირებს და ასე შემდგომ. პირდაპირ ნათლავენ კრემლის გაგრძელებად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამიტომ რა მორწმუნეობაზეა საუბარი? თუ მორწმუნეობაზე უნდა საუბარი, გამოხატონ კონკრეტულ საქმეში ეს მორწმუნეობა. ოპოზიციის გზავნილებს სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ოპოზიციას აქვს თავარი პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვენ ხედავთ, შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ სხვა ქვეყანას და უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ასე შემდეგ. ეს აქვს პრობლემა, ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, მოწყვეტილი არიან თავის ამომრჩევლებს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას ჩვენ წლებია ვაგვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ ისინი თუ ოპოზიციაში, ხედავდით თუ რა გაშოვების კამპანია ქონდათ პირდაპირ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, პერსონალურად მოსახლეობის წინააღმდეგ, პერსონალურად ცალკეული მეუფეების ეკლესიის წინააღმდეგ. ასე რომ ეს ვიცით, რომ მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა როგორი არის. ის რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, ის რაც დღეს ხდება სხვა მათ ტელევიზიებში, ეს ამის ყველაზე დიდი დასტურია. ამიტომ ასეთ საუბარი ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა და ამას თუ აპირებენ, არ ვიცი მე რომ ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას.